ვაჟა. მე ვარ. ისმენე ბუღალტერმა დამირეკა. იმ ფირმამ უკვე გადმორიცხა პირველი ტრანში. ხო, ხვალიდან უკვე შეგვიძლია კონტეინერები დავტვირთოთ. კი. ნუ დილით მოვალ ხა თათბირზე და დეტალები გავიაროთ. მეძინება ეხლა წევა უკვე აღარ შევინებია. ხო, კარგად ხარ, კარგად. დედა. დე. ხო დედიკუნა, რა იყო, დე? რა იყო? მეძინება და ხო მომიწევი? აბა რას ვიზავდე? მოგიწევი, აბა რას ვიზავ? მამიკოც მოვა და მამიკოც მოგიწება და ერთად დავიძინოთ, ხო? მოდი ბაჩო, მოდი. კარგი რა, დაიწყო ფეხბურთი, დავასხის ლუდი ნატახტარი, გამithმება მერე და რა უნდა მოუწე რა, კარგი რა ხლა ნინა. მამა, ზღაპარს ხომ მომიყვები? მოგიყვები, მამა, მოგიყვები. აბა ისე როდის დაგვიძინია ჩვენ, ზღაპარი რო არ მომეყვება. წითელ გუნდა მინდა. მოგიყვები, ოღონდ შენ თვალები დაყუჭე, მამა. და მოგიყვები ამ წითელ გუნდას. ერთ ოღრან და დაბურულ ტყეში. აუ დე, მამა მაშინ ერს და შენ მოყევი რა. კარგი, წავედი ახლა მე. დაიწყე. ლოცაც მივხედავ. კარგი. არა, არ წახვიდე რა. შენ რომ მითხარ უფრო მეშინია მე. მე მოყვები, ხო დე? ხო. იყო და არა იყო რა? არა, დე. შენ რო იცი ხოლმე ესე მოყევი რა. იყო და არა იყო. კაი დე. იყო და არა იყო რა. იყო ერთი წითელ წითელ ქუდას ბებია გაუხდა ავა. აუ, ეს ადგილი მე მიყვარს და მე ვიტყვი რა. მიდიდე. ბებია გაუხდა ავა და დედამ ნაძვქები ჩაულაგა კალათში და გაატანა ბებიასთან. ეხლა მიდი გააგრძელე. წითელ ქუდას შეხვდა მგელი და მგელმა მამა, ლიმონათი მომიტანე რა. წავედი ახლა მე ბავშვს მოუტან ლიმონადს და მერე მოვალ. არა ბაჩო, რა საწახვალ. დე ხო იცი ძილის წინ არ შეიძლება. ნუ წყურია და. ფისი რომ მოგინდეს და ხო გახსოვს გუშინ რა. კარგი ახლა. არ გვაინტერესებს ვის რა გვახსოვს, არ გვახსოვს, დავამთავროთ ეს რა. დავამთავროთ. მოკლედ გაუჭრეს მუცელი, ამოიყვანეს ეს ბებიატორი, გათბება ახლა ის და რა გამოვა ესე რა. მოიცა, რა გაუჭრე, ჯერ არ შეუჭამია. ხო არ შეუჭამია ჯერ. აჭამეთ, ხო, მიდი აჭამეთ. გელმა მოატყუა წითელ ქუდა, დაასწრო მისვლა, შეჭამა ბებია. შესანსლა ბებია და ელოდება წითელ ქუდას. აუ რა დამპალია ეს მგელი რა. დედიკო, ნუ ამბობ ცუდ სიტყვებს და მამიკო გაგიბრაზდება. ნუ მატყუა რა ეს მგელი და. მამა, რა? მატყუარები ხო მელაკოდები არიან. თუ მგლებიც. მგლებიც არიან ხანდახან მატყუარები. აუ დე მაპატია რა. მამა, ჩემი ტელეფონი მომაწოდე რა, იქ დავდე. მადლობა. ბოდიში ახლა. ხო ვაჟა რა იყო? ხო გითხარი პირველი ტრანში უკვე წამოსულია. მეორე იქნება თვის ბოლოს. ჩვენ მანამდე ხო ტენდერის პირობები უნდა მომამზადოთ. ხო. კარგად. ისე ვაჟა. სახინკლე შენზეა ხო იცი? რატო და იმიტომ რომ მე ხო გითხარი რომ რა ქვია, მატყუარები მარტო მელაკუდები არ არიან, მგლებიც არიან მეთქი. მამიკო მითხრა. აბა კარგად, ხვალამდე. აი ეს ვაჟა მანახა ერთი. ჩემ მოადგილია ვაჟა. მოკლედ მამა, მივიდა ეს წითელ ქუდას ამ ბებიასთან, უკვე მგელს ყავდა შეჭმული, ეს ბებია, დაინახა რომ ამ წითელ ქუდამ რომ ამ მგელს ეხურა ეს ჩაჩი ბებიის სათვალე ეკეთა და ეუბნება ბებია, საყა ვარელო ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი ყურებიო? მე იმან რა უპასუხა რა. რაო და რომ კარგად მოგისმინო. აი რა. ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი პირიო? იმან რა რომ კარგად შეგახრამუნო. შეგახრამუნო. ხო, მამა შეაყრამუნეს და მერე მოვიდნენ ეს მონადირეები, გაუჭრეს მუცელი, ამოიყვანეს ეს ბებია და ჭირიიკა, ხინიაკა, ქათოიკა და ლუდიაკა და მამა, მოიცა ეხლა ეს ამ გელმა რომ ბებია შეჭამა რა მუცელში ცოცხალი იყო? ცოცხალი იყო, მამა, ცოცხალი. და მე რო ქათავს ჭამ ხოლმე ისიც ცოცხალია მუცელში? ახლა დედიკო, კაი, დაიძინე რა უკვე, ხო ხედავ გეძინება, რა ზღაპარიც დამთავრდა და მე და მამაც უნდა წავიდეთ, კაი? რატო? ხო უნდა დავწვეთ ჩვენც დე.
მე პატარა ძამიგო რომ იმიტო, ხო? ეს საიდან გაიცი ხო? კაი, დაიძინეთ, ხო? კარგი. დაიძინე. დავიძინებ, ხო? დავიძინებ. კარგად, мама, კარგი. დე. მამა. წახვედით? აუ, ეს მგელი მაინც რა დედა ნული არის.